ჰორმუზის ბლოკადა ეფექტური აღმოჩნდა. სოფლიო უკვე დგას ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე ნავთობის შოკის ზღვარზე. მაშინ როცა შეერთებულმა შტატებმა უზარმაზარი რესურსები დახარჯა ყოველგვარი გადამწყვეტი შედეგების გარეშე. ფაქტობრივად ჩვენ ახლა შევდივართ ხანმოკლე სტრატეგიულ პაუზაში. ამერიკელებისთვის ეს არის ძალების გადაჯგუფებისა და სამომავლო ნაბიჯებზე უფრო დაფიქრების მომენტი. ირანმა კი ვაშინგტონის მზადყოფნა, განიხილა მისი 10-პუნქტიანი გეგმა მოლაპარაკებების საფუძვლად, მნიშვნელოვან ტაქტიკურ გამარჯვებად და იმის ნიშნად მიიჩნია, რომ მეორე მხარე გატეხვას იწყებს. ეს თავის მხრივ ნებისმიერ სავალდებულო სამშვიდობო მოლაპარაკებას ძალზე დართულებს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უკმაყოფილო ისრაელი მათში ცენტრალურ როლს აუცილებლად ითამაშებს. ასე რომ, ორ კვირაში ვაშინგტონი შესაძლოა კვლავ იმავე დილემისა და იმავე ორი გზის წინაშე აღმოჩნდეს. პირველი, რაც შეიძლება ჩუმად გამოვიდეს ამ ომიდან, არაბები და ისრაელი შედეგებთან პირისპირ დატოვოს და იმედი იქონიოს, რომ ისინი იპოვიან გზას სრუტის ღიად შესანარჩუნებლად, ისე, რომ თეირანს მასზე სრული კონტროლის საშუალება არ მისცენ. მეორე, გააგრძელონ ომი, მათ შორის შემდგომი ესკალაციით და შესაძლოა სახმელეთო ოპერაციითაც კი. ორივე ვარიანტი უკიდურესად ძვირადღირებული ჩანს, რაც თავდაპირველი სტრატეგიის მარცხის ნიშანია.